პიერი და მთვარე. პიერის ამბავი მოგითხროთ მინდა. პატარა ბიჭია, სულ ერთი ციდა. მინდა დედამისის ამბავიც გითხრათ. პიერის დედიკო ძალიან მაღალია, როგორც ყველა დედა, ძალიან ლამაზია, ელეგანტურია, მეტად ჭკვიანია და რაღა თქმა უნდა, თავაზიანია. და აი, ბიჭუნამ ციცქნამ და პაწიამ, დედისთვის საჩუქრის საძებრად გასწია. დედიკოს გულივით დიდის და ფართოსი, მასავით ნაზის და მასავით სათნოსი, რომლის ელვარება წვდიათშიც ატანს, სიხარულს გჩუქნის და სიბნელეს ფანტავს. ასეთი ძღვენი კი სულ ერთი ვიციმე, ცაშია ვარსკვლავებს შორის და ციმციმებს. ისეთი კარგები არიან დედები, ჩვენ მათი გულისთვის მთვარესაც შევწვდებით. ეს კარგი, თუმცა ასე ადვილად მთვარეს ვერ შესწვდება ნამდვილად. მით უფრო ძნელია მაღალი ეწოდოს, ვინაც ვთქვათ პირდაპირ სულ ერთი ბეწოა. თუ მხრებზე შემისვამ და მთვარეს მივწვდები, ერთ ნაჭერს მთვარისას შენც მოგცემ გპირდები. მამა დაეთანხმა პაწიას და მაღლა, სულ მაღლა ასწია. და თუმცა თავადაც სულ ზევით იწევა, ბიჭუნამ ვერ შეძლო მთვარემდე მიღწევა. პატარა ბიჭუნას თხოვს ნათესავებსაც. თუ მხრებზე შემისვამთ და მთვარეს მივწვდები, ერთ ნაჭერს მთვარისას თქვენც მოგცემთ გპირდებით. და ნათესავებით წრიულად დგანან, რომ მხრებზე შეისვან ბიჭი და მამა. ბიჭმა კი თუმც მაღლა იწევა, ვერ შეძლო მთვარემდე მიღწევა. პატარა ბიჭუნას თხოვს თავის მეზობლებს. თუ მხრებზე შემისვამთ და მთვარეს მივწვდები, ერთ ნაჭერს მთვარისას თქვენც მოგცემთ გპირდები. წამსვე მეზობლები დგებიან წრეზე, რომ ნათესავები შეისვან მხრებზე. სულ ზემოთ დგანან ბიჭი და მამა. ბიჭმა კი თუმც მაღლა იწევა, ვერ შეძლო მთვარემდე მიღწევა. პატარა ბიჭუნას თხოვს გამვლელ გამომვლელს. თუ მხრებზე შემისვამთ და მთვარეს მივწვდები, ერთ ნაჭერს მთვარისას თქვენც მოგცემთ გპირდები. წამსვე გამვლელები დგებიან წრეზე, მათ კი მეზობლები ადგანან მხრებზე. ზედ ნათესავები დგანან, სულ ზემოთ ბიჭი და მამა. დაუცებ ბიჭუნა დაფიქრდა. გარშემო იმდენი ხალხია. მთვარეს თუნდაც მისწვდეს ადვილად, დედიკოს პაწაწა ნაჭერი შეხვდება სულ პაწაწინა ნამდვილად. პატარა ბიჭუნას იმედი გაუცრუვდა, მიხვდა რომ კეთილი განზრახვა გაუცუდდა, გაბრაზდა, იგრძნო რომ ვერაფერს გააწყობს, დალამის ფეხების ბაკუნი დაიწყოს. ჰოდა გადაწყვიტა, დროა გზას გაუდგეს, ეგებ ვინმე შეხვდეს და გვერდში დაუდგეს. ათხოვოს გრძელი კიბე ცამდე ასაჭრელად, ან თუნდაც ანკესი მთვარის დასაჭერად. მიდის, არ ჩერდება, რამდენიმე საათია. მიდის, ისევ მიდის, რამდენიმე დღეა უკვე. მიდის, კლავაც მიდის, უკვე მთელი თვეა თითქმის. ვერც გაიგოთ რო გავიდა თუ არა, დედამიწას ისე შემოუარა. ბიჭუნამ იმდენი იარა, გზის ბოლოს სხვა რამე კი არა, შენიშნა თავისი სახლი და მიხვდა რომ ძალიან დაღლილა. რომ ითქვა სიმართლე, შვება იგრძნო, სახლთან შეკრებილი ხალხი იცნო. თურმე მას ელოდნენ იქ შეკრებილები, მამა, მეზობლები და ბიძაშვილები. ბიჭუნამ გაიფიქრა, აქ ვინც კი არის, ყველას უნდა მივცე ნაჭერი მთვარის. ჰოდა აცოცდა, ხალხი ბევრი იყო, ყველა დაიხმარა, თვითონაც გაზრდილიყო და მისწვდა და გაიხარა. და ჰოი საოცრება! მთვარემდე ასული ბიჭუნა დარწმუნდა. მთვარე ყველასია, მთვარეს რა გამოლევს, ეყოფა მამასაც და ნათესავებსაც, ეყოფა მეზობლებს და გამვლელ გამომვლელს. თუ კარგად დაყავი მთვარის ნაწილები, ამაზე მეცაც ერგება გაცილებით. გამვლელის, ნათესავს, მეზობლის მეგობარს და ყველა მშვენიერ დედიკოს ეყოფა. და ბიჭმა თვალი რომ შეაჩვია, თავისი ლამაზი დედიკოსთვის მთვარის ნამგალა ნაჭერი შეარჩია. ისეთი კარგები არიან დედები, ჩვენ მათი გულისთვის მთვარესაც შევწვდებით.